რა ბედიელის უკრაინას შეძლებს ევროპა ამერიკის გარეშე კიევის სერიოზულ მხარდაჭერას სასადახმელეთზე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ფრონტის ხაზზე ტრამპის ადმინისტრაცია, რა მოხდება ფრონტის ხაზზე, თუ კი ადმინისტრაცია იარაღის მიწოდებას აჩერებს. რამდენ ხანს ყოფნის არსებული შეიარაღება უკრაინას, რაზე მოუწევს წასვლა ზელენსკის? გულუბრყვილოდ გამოიყურება შემდეგი შეკითხვა, არის თუ არა ზელენსკის ბოდიშზე, მის რიტორიკაზე დამოკიდებული ტრამპის შემდგომი გადაწყვეტილებები. დღეს გვაქვს ორი ასეთი ცნობა და ერთი შეკითხვა. პირველი ცნობა ეს არის, რომ ტრამპმა დააპაუზა უკრაინის სამხედრო დახმარება. მეორე, რომ ტრამპი აპირებს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას. და მესამე შეკითხვა, ტრამპი ნატოდან ამერიკის გაყვანის პროცესს დაიწყებს. მესამე შემთხვევაში ანალიტიკოსები წერენ, რომ ჯერ ეს მხოლოდ ხმაურია, რასაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რომ ბრიუსელი სტრატეგიულ სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა მაინც ჩნდება პერიოდულად შეკითხვა, აპირებს თუ არა ტრამპი ნატოს დატოვებას, ოფიციალური პირები ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ. ტრამპს დღეს საღამოს ვაშინგტონის დროით 21 საათზე კონგრესისადმი აქვს მიმართვა დაგეგმილი. ნახოთ რა იქნება მის ფოკუსში. ხდება თუ არა მათ შორის დახმარების საკითხიც უკრაინისადმი. მედია მეორე დღეა იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა უკრაინისთვის გაწეული ყველა სახის სამხედრო დახმარება უკრაინის პრეზიდენტთან ზელენსკისთან გასულ კვირაში მომხდარი ღია კონფლიქტის შემდეგ. დახმარების პროცესში პაუზა გასტანს მანამ, სანამ ტრამპი დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა, ასე დაწერა ბლუმბერგმა, ასე დაწერა Fox News-მაც, მათზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას ავრცელებს Reuters-იც. ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა. ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს აქვეყნებს Fox News-ი. ახლა ვთქვათ რა დააპაუზა ტრამპმა. გამოცემა ბლუმბერგი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ პაუზა გავრცელდება შემდეგზე. ამერიკის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ არის, მათ შორის გადაზიდვის პროცესში მყოფ საჰაერო და საზღვაო ხომალდებზე და პოლონეთის სატრანზიტო სივრცეებში განთავსებულ შეიარაღებას. ამავე წყაროს ცნობით ტრამპმა თავდაცვის მინისტრს პიტ ჰექსეტს უკვე დაავალა პაუზის აღსრულება. სამხედრო დახმარების შეჩერების გავლენა იქნება დამღუპველი. აი ამ სიტყვას იყენებს CNN-ის ანალიტიკოსი. სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კიევი ვაშინგტონის გარეშე შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას ზაფხულამდე, მაგრამ დაპაუზებაც მწვავედ იგრძნობს დაახლოებით 2 ან 4 თვეში. ეს უკვე აისახება ფრონტის ხაზზე, ასეთ ვითარებაში კი კიევს მოუწევს დათანხმდეს მისთვის არასასურველ შეთანხმებასაც კი. ახლა ვთქვათ რა არის კიევისთვის არასასურველი. ზელენსკის ამ დრომდე არაერთხელ უთქვამს, რომ მას არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება ისე, რომ არ ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. ამერიკა კი ამ გარანტიად თვლიდა მინერალების შეთანხმებას, რომლის ხელმოწერაც უნდა შემდგარიყო პარასკევს ერთ სახლში, მაგრამ ჩაიშალა. ჩაშლამდე თქვა ტრამპმა, რომ იარაღით დახმარება არ შეწყდებოდა. ამაზე ტრამპს იკითხეს გუშინაც. განიხილავდა თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. მისი პასუხი ასეთია, რომ ამაზე ჯერ არც უსაუბრია. ნახოთ რა მოხდება. ახლა ამ მომენტში ბევრი რამ ხდება სამხედრო თვალსაზრისით. I haven't even talked about that right now. I mean right now. ამაზე ჯერ არც მისაუბრია. ნახოთ რა მოხდება. ახლა ამ მომენტში ბევრი რამ ხდება სამხედრო თვალსაზრისით. ახლა შეიძლება პასუხი გაგცეთ. მე ჩემს ოფისში, ჩვენი როვალურ ოფისში დავბრუნე და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველებულია. ტრამპის ამ პასუხმა ერთგვარად ეჭვის ქვეშ დააყენა მედიის გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას დაუპაუზებდნენ, მაგრამ მოგვიანებით Fox News ეს ინფორმაცია უკვე თეთრმა სახლმაც დაუდასტურა. რა იყო ტრამპის ბრიფინგის მთავარი თემები? კითხვებიც გამოხატავს ამ თემებს, რომლებიც ასეთი იყო. პირველი, მაგალითად, აპირებთ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში. ამაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ჩვენ ყველასთან დავამყარებთ შეთანხმებებს ამ ომის დასამთავრებლად, მათ შორის ევროპასთან და ამ ევროპულ ქვეყნებთან. სააგენტო Reuters-ის თანახმად თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს თხოვა იმ სანქციების ის შედგენა, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელი იქნება და რასაც ამერიკის წარმომადგენლები უკვე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების დროს განიხილავენ მომავალ დღეებში. აი ამავე ცნობების თანახმად სანქციები მოეხსნება ცალკეულ პირებს, უწყებებს, მათ შორის განიხილება ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნაც. ახლა გეტყვით რა იყო ბრიფინგზე სხვა კითხვებიც. უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმება ჩაშლილია. რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები განახლდეს? გეგმავთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაუქმებას? როგორ პასუხობთ ბრალდებას, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა ემთხვევა რუსეთისას?
აი ამ უკანასკნელზე საპასუხოდ შეადარა საკუთარი პოლიტიკა რუსეთისადმი ბაიდენს, ობამას, ბუშს. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მისგან რუსეთს არასოდეს სარგებელი არ მიუღია, უფრო პირიქით. ამ კონტექსტში ჩამოთვალა რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები, მათ შორის პირველად ახსენა ახალი ვადის პირობებში საქართველო. მოდით დავფიქრდეთ, პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა, კარგი დიდი მიწის ნაწილი ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს არაფერი, პრეზიდენტ ბაიდენის დროს კი სცადეს მთელი უკრაინის წაღება. მე რომ არ მოვსულიყავი, პრეზიდენტად მთელ უკრაინას აიღებდნენ. რა თქვა ტრამპმა ზელენსკიზე, მან მიანიშნა, რომ მოთმინება იწურება, თქვა, რომ უკრაინელები დიდხანს არ მოусმენენ მას, ვისაც შეთანხმება არ სურს, რომ ზელენსკი უფრო უნდა აფასებდეს ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის აღმოჩენილ მხარდაჭერას. I think it takes two to tango. ფიქრობ, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. საჭიროა შეთანხმება რუსეთთან და საჭიროა შეთანხმება უკრაინასთან. ახლა შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს გარიგების დადება და თუ ვინმეს მართლაც არ სურს, ფიქრობ, ეს ადამიანი დიდხანს არ იქნება ჩვენ გარშემო. ამ ადამიანს დიდხანს არ მოусმენენ, რადგან მჯერა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს გარიგების დადება სურს. მათ ხვებზე მეტად განიცადეს და დაიტანჯნენ. მე უბრალოდ ფიქრობ, ის ამას უფრო უნდა აფასებდეს, რადგან ეს ქვეყანა მათთან იყო ყველა სირთულეში. მანამდე ტრამპმა ზელენსკის სოციალურ ქსელში გააკრიტიკა, სადაც გააზიარა Associated Press-ის სტატია, რომლის სათაურადაც გამოტანილია ზელენსკის სიტყვები, რომ ის ქვეყანაში ომის დასასრული ძალიან შორს არის. ამაზე ტრამპმა თქვა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი ზელენსკის შეიძლებოდა გაეკეთებინა და ამერიკა ამას დიდხანს აღარ შეურიგდება. აქ გეტყვით, რა იყო ზელენსკის სათქმელი Associated Press-ისთვის მისცემულ ინტერვიუში, ციტატის დასაწყისი ასეთი იყო: ომის დასრულებაზე შეთანხმება ჯერ ძალიან შორსაა, ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არავის გადაუდგამს და ის შემდეგ ასე გრძელდება, რომ შვიდობა, რომელსაც მომავალში ვხედავთ, უნდა იყოს სამართლიანი და განგრძელვადიანი. ტრამპს არ მოსწონს, როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრი ეკარგება, თუ კი არ იქნება უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მას დაარღვევს რუსეთი, ეს აქამდეც გაუკეთებია. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს გარანტია იქნებოდა მინერალებზე შეთანხმება, რომლის ხელმოწერაც დაგეგმილი იყო კიდეც და ჩაიშალა პარასკევს. მოეწერება მას ხელი მომავალში, თუ საბოლოოდ ჩაიშლება. არა, ასე არ ვფიქრობ, ასეთი იყო გუშინ ტრამპის პასუხი. ახლა კითხვა არჩება, თუ არა ტრამპს და ზელენსკის შორის ურთიერთობის აღდგენის სივრცე, ან რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს. Fox News-თან ინტერვიუში JD Vance-მა, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე მოითხოვა თეთრ სახლში დაბრუნება და დიალოგის გაგრძელება, თუმცა რაზე უნდა ვისაუბროთ, სვამს Vance-ი კითხვას. ხას უსვამს უპატივცემულობას. ინტერვიუსას ხელახლა უბრუნდება ამ თემას, აქ უკვე ამბობს, რომ თუ დარეკავს, ანუ ზელენსკი და ექნება სერიოზული წინადადება, ასეთ შემთხვევაში ისაუბრებენ. პირველ რიგში ისინი უპატივცემულოდ მოიქცნენ. მეორე, რაზე უნდა ვისაუბროთ. მათ აშკარად აჩვენეს, რომ არ არიან მზად განიხილონ მშვიდობიანი მოგვარება, რის დანერგვასაც პრეზიდენტი ტრამპი ამ ვითარებაში ცდილობს. ფიქრობ, თუ დარეკავს და ექნება სერიოზული წინადადება იმაზე, თუ როგორ ჩაერთვება პროცესში, არსებობს დეტალები, რაზეც რეალური მნიშვნელობა აქვს, რაზეც უკვე ვმუშაობთ რუსებთან ერთად, რაზეც ვესაუბრეთ ჩვენ ზოგიერთ მოკავშირეს. ზელენსკი სერიოზულად უნდა ჩაერთოს დეტალებზე დისკუსიაში. ფიქრობ, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ აბსოლუტურად გვინდა უკრაინელებთან საუბარი. Vance აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს, ფაქტობრივად ამბობს, რომ ისინი ზელენსკის აგულიანებენ, მაგრამ ეს ფუჭია. ყველაზე გიჟური ნაწილი ამაში არის ის, რომ ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ მკერდზე მუშტს იბრაგუნებენ და ამბობენ, ჩვენ ამ საქმეში პრეზიდენტ ზელენსკისთან ვართ მომავალი 10 წლის განმავლობაში. შემდეგ პირად სატელეფონო საუბრებში ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასე რომ გულწრფელად ვიტყვი, მე არ მადარდებს, რას ამბობენ ევროპელები საჯაროდ, რაც მადარდებს არის ის, რასაც ამბობენ ისინი პირად საუბრებში. ეს Vance-ის სიტყვებია. ის იმეორებს, რომ ერთადერთი გარანტია ის არის, რასაც ტრამპი სთავაზობს უკრაინას. ეს ბევრად უკეთესი უსაფრთხოების გარანტია, ვიდრე 20,000 სამხედრო შემთხვევითი ქვეყნიდან. ამბობს Vance, შემთხვევით ქვეყნად სავარაუდოდ ის დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს მოიხსენიებს. ოფიციალურად ამ ორ ქვეყანას აქვს გაცხადებული პოზიცია სამშვიდობოების გაგზავნაზე, ასეთი სურვილი აქვს გამოხატული თურქეთსაც.
გინდა უზრუნველყო, რომ ვლადიმერ პუტინი ხელახლა არ დაესხმება თავს უკრაინას, ყველაზე საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია, რომ ამერიკელებს უკრაინის მომავალში ეკონომიკური სარგებელი მისცე. ეს ბევრად უკეთესი უსაფრთხოების გარანტია, ვიდრე 20,000 სამხედრო შემთხვევითი ქვეყნიდან, რომელსაც ომში 30-40 წელია არ უბრძოლია. უსაფრთხოების გარანტია და ასევე ეკონომიკური გარანტია უკრაინისთვის არის ის, რომ ქვეყანა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამერიკას გრძელვადიანი ინტერესი აქვს. ამას ვერ გააკეთებ, თუ ოვალურ ოფისში მოხვალ, პრეზიდენტ შეურაცხყოფას მიეყენებ და უარ სიტყვი მიხვე მის გეგმას მშვიდობისთვის. დიდი ბრიტანეთი დღეს მთავარ მომლაპარაკებლად შუამავლად მიიჩნევა ტრამპსა და ზელენსკის შორის, მაგალითად BBC პირდაპირ წერს, რომ სტარმერი მათ შერიგებას ცდილობს. ლონდონი კიევს ფინანსურადაც ეხმარება, ბოლოს 2 მილიარდიანი დახმარება გამოყო. ამასთან ევროპა მზად არის მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, თქვა დღეს უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა. ჯერ არ გვინახავს ცალკე მაკრონის გამოხმაურება, ის სტარმერთან ერთად ლიდერობს უკრაინის დახმარების საკითხს. აქვე მკაფიოა გერმანიის ახლად არჩეული პარტიის თავმჯდომარის ფრიდრიხ მერცის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი ეს იყო ხელოვნური ესკალაციის შედეგი. რაც ეხება თავად ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა აქამდე, რომ წუხს მომხდარის გამო მოვალ კაბინეტში, რომ ის იყო პირდაპირი, მაგრამ არ ფიქრობს, რომ რაიმე ცუდი გააკეთა და ბოდიში აქვს მოსახდელი. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ზელენსკის ახალი განცხადება, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ შტატებმა შეაჩერა დახმარება სოციალურ ქსელში, ბოლო განცხადებაში კი ის წერს, წაკიკითხავთ ამ პოსტს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და სხვა ნაბიჯები მალე იქნება გადადგმული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დიპლომატია მართლაც არსებითი გავხადოთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს, ჩვენ გვჭირდება ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია. ვმუშაობთ ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვიმედოვნებთ ამერიკის მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. მშვიდობა საჭიროა, რაც შეიძლება მალე. დღეს პირველი კომენტარი კიევიდან გააკეთა პრემიერმა დენის შმიჰალმა. მან თქვა, რომ კონტაქტზე არიან კონგრესთან და ადმინისტრაციასთან, მას დახმარების შეჩერებაზე არ უსაუბრია, როგორც შემდგარ ფაქტზე, როგორც ჩანს, ახლა უკვე უკრაინა ელოდება ოფიციალურ განაცხადს ვაშინგტონის მხრიდან. ნახოთ იქნება თუ არა ასეთი ტიპის განაცხადი.